ყოველწლიურად საქართველოსთან უფრო მეტი ადამიანი მიდის, ვიდრე ბრუნდება. 2023 წელს უარყოფითმა სალდომ 40,000-ს მიაღწია. ბოლო წლებში მზარდია არასრულწლოვნების ქვეყნიდან წასვლის ტენდენცია, რაც ქვეყნიდან ხანგრძლივად გასვლის სურვილზე მიანიშნებს. ადამიანები ქვეყანას ტოვებენ სოციო-ეკონომიკური პრობლემების თუ მზარდი პოლიტიკური დაძაბულობის გამო. Ქვიარების შემთხვევაში კი ამ მიზეზებს ემატება სოციალური წნეხი თუ პოლიტიკური დევნა, რომელიც ქართულმა ოცნებამ ღიად გამოაცხადა. დღეს იმ მიზეზებზე და იმ გამოცდილებებზე, რაც ქვიარებს ქვეყნიდან წასვლისას აქვთ, ვილაპარაკებთ აქტივისტ თაზო სოზაშვილთან ერთად და მარიამ გულიაშვილთან ერთად, რომელიც თანასწორობის მოძრაობიდან არის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში რომ ვისაუბროთ, როცა ემიგრაციაზე ვსაუბრობთ, ეს არის ესეთი მზარდი მაჩვენებელი, რომელიც გვაერთიანებს აბსოლუტურად ყველას და რაღაც მიზეზები ალბათ საერთოც გვაქვს, რა სპეციფიკური ნიშნებზე შეიძლება ვისაუბროთ, როცა საუბარი გვაქვს ქვიარების მიგრაციაზე. პრინციპში დაიწყე მარიამ და მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ქვიარ მიგრაციის მაჩვენებლები ბოლო წლებში ნამდვილად მზარდია. განსაკუთრებით მზარდი არის ბოლო 3 წლის განმავლობაში, თუმცა მანამდეც უფრო და უფრო მეტად იმატებდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სხვადასხვა მიზეზების გამო ტოვებდნენ ქვეყანას. ცხადია, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები არის საქართველოში მიგრაციის მთავარი საქართველოსთან მიგრაციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, თუმცა ქვიარ ადამიანების შემთხვევაში არსებობს გარკვეული სპეციფიკური მიზეზები, რომლებიც ხშირად დაუყოვნებლივ მიგრაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსაც განაპირობებს. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის დაბალი ხარისხი და ფიზიკური უსაფრთხოების ძალიან მაღალი რისკები. უმეტეს შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც ტოვებენ ქვეყანას და შედარებით უფრო უსაფრთხო ქვეყნებში ეძებენ საცხოვრებელს და თავშესაფარს, საქართველოსთან მიდიან იმ გამოცდილებებით, რომლებიც უკავშირდება ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას, სიძულვილით მოტივირებულ ძალადობის შემთხვევებს. ან მაგალითად შეიძლება ეს იყოს სისტემური და დროში განგრძობადი დისკრიმინაცია, შევიწროება და ბულინგი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვიარ ადამიანების შემთხვევაში მიგრაცია ხდება განსაკუთრებით შედარებით უფრო მეტად ახალგაზრდა ასაკში, ვიდრე დაუშვათ ეს იქნება მთლიანი საქართველოს მოსახლეობის ტენდენციებს თუ შევადარებთ, გამომდინარე იქედან, რომ ქვიარ ადამიანებს სოციალურ-ეკონომიკური გარიყულობის განსაკუთრებული ხარისხის განცდა უწევთ ძალიან ახალგაზრდა ასაკიდან. საქართველოში შეიძლება რაღაც ჯაჭვის კონტექსტშიც აღიწეროს დაწყებული დაუშვათ ოჯახში ძალადობის გამოცდილებებიდან, რომლებიც ხშირად მთავრდება ოჯახური ცხოვრების ძალიან ადრეულ ასაკში დატოვებით და ფინანსური დამოუკიდებლობის შექმნის გარდაუვალობით. ეს საკმაოდ დიდ ფინანსურ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, ხშირად ეს განაპირობებს განათლებაზე ხელმიუწვდომლობასაც და სხვა დამატებით ბარიერებს. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ცხადია ქვიარ ჯგუფი საქართველოში არ არის ჰომოგენური, თუმცა როდესაც საუბრობთ ქვიარ ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკურ გარიყულობაზე, თანდევი არის ისეთი პრობლემები, როგორც არის ბარიერები განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით, ბარიერები ჯანდაცვის ელემენტარულ სერვისებზე წვდომის მიმართულებით, ვინაიდან სამწუხაროდ ამ თვალსაზრისითაც ხშირი არის დისკრიმინაციის და სამედიცინო ეთიკის დარღვევის შემთხვევები და ადამიანებს ხშირად სწორედ ამ მიზეზების გამოც უწევთ ხოლმე, რომ დატოვონ ქვეყანა და ასევე დასაქმებაზე და ადეკვატურ შემოსავალზე ხელმიუწვდომლობა, ვინაიდან ქვიარ ადამიანების უმეტესი ნაწილი საქართველოში დასაქმებული არის სერვისის ინდუსტრიაში, რომელიც ხშირად ხასიათდება დაბალი ანაზღაურებით, არასტაბილურობით და დაურეგულირებელი, არასათანადოდ რეგულირებული, უბრალოდ შრომის პირობებით. ეს სოციალურ-ეკონომიკური მოწყობების ჯაჭვი, რომელსაც თანსდევს მუდმივად ეს უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დარღვევის მაღალი ხარისხი, განაპირობებს ქვიარ მიგრაციის გახშირებულ ტენდენციას.
თუმცა ბოლო პერიოდში ეს შემაშფოთებლად გაზრდილი ტემპები მიგრაციის დაკავშირებული არის ასევე პოლიტიკური და ინსტიტუციური ჰომოფობიის რადიკალიზებასთან, რომელიც წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტად მძლავრი ხდება და განსაკუთრებით 2023 წლიდან შეიძლება მოინიშნოს ამ ყველაფრის განსაკუთრებით ხილული და ოფიციალური ფორმატი, რაც დაგვირგვინდა ანტი-LGBT კანონმდებლობის მიღებით საქართველოში. თაზო, შენი დაკვირვება თუ გაქვს, აი როგორია ამ სიძულვილის კანონების გავლენა, ან ბოლო დროს არსებული ეს პოლიტიკური დაძაბულობა როგორ აისახება, ანუ თუ არის მზარდი მოთხოვნა ქვეყნის დატოვებაზე რა? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ მომწვიეთ, მიხარია რომ თქვენთან ვარ სტუმრად, არც თუ ისე სასიამოვნო თემაზე, მაგრამ მაინც რო ვთქვათ, იდეაში მე მუშაობ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ერთ-ერთი ქვეყნის, მე ერთ-ერთი ქალაქის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ თუ შემიძლია რომ ჩემი დაკვირვებები გავაზიარო და რაღაცნაირად ხო ეს არ არის უმეტესწილად რაღაცნაირად კვლევებზე დაფუძნებული. მარიამ ახლა კარგად ისაუბრა დასაწყისში ძირითად მიზეზებზე აქედან რატომ მიდიან ადამიანები. მე რასაც ვაკვირდები ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი არჩევნების შემდგომ, ყოველი ესეთი დიდი პროტესტის ან რაღაც ისეთი რეპრესიული კანონმდებლობის მიღების შემდგომ, მუდმივად აი ესეთ ლოკალურ დონეზეც კი, იქ სადაც მუშაობ, ჩემს სამსახურშიც კი, ერთ კონკრეტულ ადგილზე ყოველთვის იმატებს ადამიანების რიცხვი, queer ადამიანების რიცხვი საქართველოსთან, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ. სანამ შემდეგ თემაზე გადავალ, აქ მინდა ახლა ემიგრაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, არის შრომით იმიგრაციაც, არის სხვადასხვა სახის მიგრაციაზე ვსაუბრობთ, მაგრამ უდიდეს შემთხვევაში სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეებისთვის დღესდღეობით მაინც რჩება თავშესაფრის ოფიციალურად მოთხოვნა და ამის საშუალებით ქვეყნიდან იძულებით წასვლა მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ის გზა, რაც იქ ადამიანებს უწევთ რომ გაიარონ, არის უამრავი ბარიერით სავსე. ის მზარდი სტატისტიკა, რომელიც დასაწყისში შენ ახსენე, ერთი რამდენი ადამიანი აკეთებს ყოველწლიურად განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნაზე ევროკავშირში და რამდენი არის დადებითი მაჩვენებელი. ეს ევროკავშირის მთლიანი ევროკავშირის მასშტაბით არის 2%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანების მხოლოდ 2%, რომლებმაც განაცხადი გააკეთეს, იღებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას. აქედან და მე თუ ჩავშლით ქვეყნების მიხედვით, გერმანია არის ევროკავშირის მასშტაბით მათ შორის ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი პოპულარული დანიშნულების ადგილი. გერმანიაში ეს მაჩვენებელი, იმიტომ რომ 2023 წლის დეკემბერში გერმანიის მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოს არის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილი, დადებითი მაჩვენებელი არის 0.2% მხოლოდ, თუ 3%. რაც არის ძალიან დაბალი. ეს რაც ნიშნავს იმას, რომ ერთის მხრივ ადამიანები ამ ქვეყნიდან გაურბიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, იმ სახელმწიფო რეპრესიულ პოლიტიკას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გამრავლდა და თითქმის ყველა სოციალურ ჯგუფს მოედო, აქამდე თუ ძირითად თარგეტს მაინც ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის წარმოადგენდნენ queer ადამიანები, დღეს არ ვიცი, ის რაღაცა პროგრესიც კი რაც ამ ქვეყანაში ჩვენ გვქონდა, ერთიანად გააცამტვერეს და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მოტივატორი არის ეს მათ შორის ანტი-LGBT კანონი, განსაკუთრებით ტრანსი ადამიანებისთვის, რომელთათვისაც ტრანსსენსიტივური ჯანდაცვა სრულიად ხელმიუწვდომელია და ექიმებს ემუქრებათ სისხლსამართლის გასამართლება თუ რაღაც საკუთარ მოვალეობას შეასრულებენ. ამიტომ
აქედან ერთის მხრივ გაურბიან ეს ადამიანები არა მხოლოდ ქვიარ ადამიანები, ხო, ეს უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ ეს არის მთლიანად ქართული საზოგადოების რაღაცნაირად დიდი კრიზისი და გულისტკივილი, ასეც ვიტყოდი და მეორეს მხრივ იქ უამრავ ინსტიტუციურ და სხვა სახის ბარიერებს აწყდებიან დაწყებული ემით, რაც ვთქვი, იმიტომ რომ თუ ადამიანი სტატუსს ვერ იღებს შესაბამისად ამ სტატუსს მინიჭებული აქვს მთელი რიგი უფლებები, რომელზეც თუ სტატუსი არ გაქვს ტოლვილის, მაშინ ამ უფლებებზე წვდომაც შესაბამისად არ გაქვს, ამას ემატება ადგილობრივად როგორც წესი ევროპაში მზარდი სიძულვილი თავშესაფრის მაძიებელი ადამიანების მიმართ, განურჩევლად იმისა თუ რომელი ქვეყნიდან მოდიან, ეს ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ დისკურსში ძალიან აქტიურად არის შემოტანილი და ამის ზემოდან ემატება რასიზმი, რომელიც თან არამხოლოდ შავკანიან ადამიანების პრობლემა არის და აი აქედან როდესაც გადიხარ და მუდმივად საცხოვრებლად, თან თუ ეს არ არის შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული, როგორც წესი, ტოლვილობასთან მიბმული რასიზმი ბევრად უფრო ძიმე ტვირთი არის და ამას ემატება ასევე ისიც ადგილობრივი ჰომოტრანსფობიაც, იმიტომ რომ სამწუხაროდ აი ამ სიძულვილის რიტორიკასთან ერთად ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც და იმ პოლიტიკურ დისკურსშიც საკმაოდ აქტიურად არიან გამოჩნდნენ და დაწინაურდნენ ისინი ისეთი მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მეტწილად ეყრდნობიან ჰომოტრანსფობიას და ეს რა თქმა უნდა ადგილობრივადაც ახდენს გავლენას იმაზე, რომ გაიზარდოს ჰომოტრანსფობიული დანაშაულები. Რომ შევაჯამო ეს ნაწილი, გამოდის ისე რომ ძალიან ქართული ნათქვამია, ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე არის მთელი ეს ამბავი, თუმცა ერთი პატარა და ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებით. ადამიანები ამ ყველაფერზე მიდიან, მათ შორის გაცნობიერებულად, იციან რომ ეს გზა არ იქნება ადვილი, მაგრამ მაინც მიდიან, იმიტომ რომ იქ არის პერსპექტივა. იქ არის პერსპექტივა უკეთესი მომავლიც, რაც სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ მოუკლა ადამიანების უმეტესობას ამ ქვეყანაში და ეხლა ჩამოვედი, კვირაზე ოდნავ მეტი არის, რაც აქ ვარ და ის სივრცეები, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარე, სადაც ესეთი რაღაცნაირად community იყო შეკრული, სადაც აი ნაცნობ სახეებს ვნახულობდი და სადაც დასვენების და რეკრეაციისთვის მივდიოდი იმ სივრცეებში არის სრულიად დაცარიელებული იმ ნაცნობი ადამიანებისგან და ძალიან ბევრს ვფიქრობდი, ძალიან სევდიანია ამ ყველაფრის ნახვა და განცდა და აი რომ შევადარო, მე მაქვს ესეთი განცდა, რომ აი ფილმებში რომ არის, როდესაც ადამიანები სოფელში რაღაც წლების შემდგომ რომ გაიზრდებიან, იმ სახლს რო ესტუმრებიან, სადაც გაიზარდნენ და სახლი, რომელიც სრულად არის დაცარიელებული და სევდიანი არის. დაახლოებით ესეთი შეგრძნება არის, ოღონდ ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ, ამ ხელისუფლებამ და მისმა პოლიტიკამ საკუთარი სახლებიდან გაგვყარა ამ ქვეყნის მოსახლეობა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ძირითადად მარიამ ახსენა ასაკი აი ამ მიგრაციაში, რომ ძირითადად ახალგაზრდა თაობა არის ის თაობა, რომელიც ქვეყანას ტოვებს და წარმოიდგინეთ რამდენი ნიჭიერი ადამიანი, რამხელა რესურსი დაკარგა ქვეყანამ და რამდენს კარგავს კიდევ. და იმ ასაკში, როდესაც ყველაზე მეტად შრომის უნარიანები ვართ ჩვენ და როდესაც შეგვიძლია რომ უკეთესი აი ეს რაღაცა ჩვენი ენერგია და რესურსები, ცოდნაც და გამოცდილებაც უკეთესი ქვეყნის მშენებლობისთვის გამოგვეყენებინა, მაგრამ ხო, ჭკვიანურად მოიქცა ქართული ოცნება თავის დროზე დაყავიდა იბატონეს პრინციპით, ნელ-ნელა დაათარგეთა სხვადასხვა ჯგუფები და ესე დაგვფანტა ამ დროისთვის. ხო, აი
ეს ნელ-ნელა დაცარიელებაზე სივრცეების და მუდმივად თან ეს გესმის ადამიანს, რომ კიდევ ვიღაცა აპირებს წასვლას, კიდევ ვიღაცა აგროვებს ფულს, კიდევ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა გაჩერება, ძირითადად ასახელებენ აი ამ უსაფრთხოების მიზეზს. არა და ერთ დროს შეიძლება ითქვას, რომ ქვიარებისთვის სხვა ქვეყნებიდანაც იყო ხოლმე საქართველოს ის წერტილი, სადაც ბევრად თავისუფლად იყვნენ, ალბათ ეგეც სრულიად ამოტრიალებული უნდა იყოს. და ან აი თქვენთან მომართვიანობის ამბავი როგორ არის რა? რამდენად არის გაზრდილი, რამდენად არის მათ შორის აი რესურსების, რითაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ადამიანებს ან თუნდაც იგივე უსაფრთხოების მდგომარეობაზე რაღაცნაირად მან კონსულტაცია მაგაზე მაინც გაუწიოთ ან აი რამდენად შექმნა კრიზისული მდგომარეობა ორგანიზაციებისთვის რა ამ მდგომარეობამ და ბოლოდროინდელმა ჰომოფობიურმა ნაბიჯებმა. აი თაზომ აბსოლუტურად სწორად აღნიშნა უპირველეს ყოვლისა ამ სენტიმენტებში მეც კი ერთდები აი შენ დაბრუნებულის პოზიციიდან გაქვს ეს განცდა და მე მაქვს აქ მყოფის პოზიციიდან აი როცა არ ვიცი მივდივარ სადღაც დაბადების დღეს და ჩემი მეგობრები იქ არ არიან სრულიად შეცვლილი არის კონტინგენტი და საერთოდ ეს ბოლო წლები სულ ვიღაც მენატრება ესეთი შეგრძნება მაქვს იმიტომ რომ მართლა ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანები ფაქტობრივად არ არიან ქვეყანაში ასევე ისიც შემიძლია გითხრათ, რომ აი როდესაც მაგალითად რაღაც დისკუსიას ვაორგანიზებთ ხოლმე პირობითაც და აი საკითხში მაღალი კომპეტენციის მქონე, დიდი ექსპერტიზის მქონე ადამიანი გვინდა რომ მოვიწვიოთ, უცებ აღმოვაჩენთ, რომ ეს ადამიანი აღარ არის ქვეყანაში და როცა მოვიკითხავთ, მას რაღაცა გადაუდებელი მიზეზი ჰქონდა ქვეყნის დატოვების. აი აბსოლუტურად სწორად აღნიშნა, რომ აი queer მიგრაციის აი ნიშა დანარჩენ მიზეზებთან მიმართებით და სხვა ჯგუფებთან მიმართებით არის ეს იძულების კონტექსტი. ანუ ეს არ არის მხოლოდ დაუშვათ უკეთესი განათლების მისაღებად, მაღალი შემოსავლის გასაზრდელად. ცხადია, რა თქმა უნდა, არის უკეთესი პერსპექტივა დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში, თუმცა ძირითადად ეს არის ძალადობისგან და შევიწროებისგან თავის დაღწევის პერსპექტივა. აი ეს იძულების კონტექსტი განსაკუთრებით გაძლიერდა ანტი-LGBT რიტორიკის გამძლავრების და შესაბამისი კანონმდებლობის მიღების შემდეგ. ანუ როდესაც აი განსხვავებით ადრეული მაგალითებისგან პოლიტიკური ჰომოფობიის რაც ჰქონდა და მეტნაკლებად ნორმალიზებულიც იყო. აი ყოველთვის იყვნენ ამ საზოგადოებაში პოლიტიკოსები ან ცნობადი სახეები, რომლებიც ჰომოფობიურ განცხადებებს ესე საჯაროდ ავრცელებდნენ. თუმცა ბოლო წლებში აი ამ პოლიტიკურმა ჰომოფობიამ შეიძინა უკვე ინსტიტუციური ფორმატი. უკვე ვიცით, რომ ეს ინტეგრირებულია სახელმწიფო პოლიტიკის ეროვნულ დოკუმენტებში, ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში. გვაქვს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელთაც აკრძალულია ინფორმაციის გავრცელება, განათლების მიღება. ასევე ეს ძალიან მძლავრად ეხება შრომით კანონმდებლობასაც, ვინაიდან იმ ძალიან ბუნდოვან ჩანაწერშიც, რომელიც არსებობს ამ კანონში, ძალიან კარგად იკითხება, რომ დამსაქმებლები ფაქტობრივად თავისუფლებიან ელემენტარული ანტიდისკრიმინაციული ვალდებულებებისგან ადამიანის მიმართ. უკვე დღეს მაგალითად გენდერული იდენტობა აღარც არის ის ცნება, რომელიც დაუშვათ რომლის საფუძველზე დისკრიმინაციისგანაც საქართველოში დაცული არის ადამიანი, თუნდაც კანონმდებლობის და არა მისი იმპლემენტაციის დონეზე. აქ უკვე სრულიად სხვა და უფრო ღრმა პრობლემებსაც ხვდებით. შენ სწორად აღნიშნე, რომ საქართველოს დაახლოებით 2 წლის წინ, აი განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ეს მოცემულობა, ეს ორგანიზაციული პრაქტიკიდან შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებით აი პრორუსული გავლენით მიგრირებული queer თემის წევრები, ეს იქნებოდა განსაკუთრებით გაძლიერდა ეს პროცესი, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, საქართველოში ძალიან ბევრი queer ადამიანი ჩამოდიოდა და თან ისინი ჩამოდიოდნენ უმეტესად იმგვარი სივრცეებიდან, სადაც უკვე ძალიან მძლავრი იყო პოლიტიკური ჰომოფობია
ჰომოფობია და მათ უკვე დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ შეზღუდული წვდომა ელემენტარულ მხარდაჭერის სერვისებზე. მაგალითად, როგორც არის ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა, როგორც არის მაგალითად HIV ინფექციის პრევენციის სერვისებზე ხელმიუწვდომლობა და ეს ადამიანები სწორედ აი ამგვარი საჭიროებებით მიმართავდნენ ძირითადად საქართველოში არსებულ ორგანიზაციებს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკები საქართველოშიც უკვე ნელ-ნელა ძალიან დამძიმდა და უფრო დიდი დაუშვათ მრავალფეროვნება შეიძინა, რამდენადაც მე ვაკვირდები ამ სიტუაციას, ეს ჯგუფიც უკვე ნელ-ნელა ტოვებს ქვეყანას, ან თავიდანვე საქართველოს მონიშნული ჰქონდათ უფრო მეტად ტრანზიტულ სივრცე, სადაც გარკვეულ პერიოდს დაყოფდნენ და შემდეგ შეეცდებოდნენ მათთვის უფრო უსაფრთხო სივრცეში გადანაცვლებულიყვნენ. ვინაიდან ეს ტენდენციები, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ, ბოლო 3 წლის განმავლობაში უფრო და უფრო მეტად თვალსაჩინო ხდებოდა. და ეს აისახებოდა თემის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დამძიმებულია და ეს თანდათანობით ხდებოდა ეს ხილული, რომ ძალიან დამძიმებულია თემის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ერთიათად არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დაუშვათ ორგანიზაციას მიმართავენ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მისაღებად და ცხადია ამ ტიპის შემაშფოთებლად მზარდი მაჩვენებლისთვის ჩვენ არ ვიყავით თავიდან მომზადებული, თუმცა ეს ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ეს ტენდენცია იმდენად მზარდი არის, რომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ და თაზო შენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნე, ასეთი ტიპის ძვრები თუნდაც მიგრაციაში, თუნდაც სერვისებზე მომართვიანობაში განსაკუთრებით მოსალოდნელია მაშინ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ხდება. მაგალითად, წინასაარჩევნოდ მით უმეტეს, რომ 2024 წელს მთელი წინასაარჩევნო რიტორიკა ფაქტობრივად იყო დაფუძნებული ანტი-LGBT კამპანიაზე, რომელიც თან სხვადასხვა ტიპის კონტექსტებს უკავშირდებოდა. ხო, ეს არ იყო მაინც და მაინც დაუშვათ LGBT ადამიანების დემონიზებაზე ორიენტირებული. ეს იყო ფართო რაღაც პოლიტიკური დისკურსის ნაწილი, რომელიც გარკვეულწილად თითქოს აი რაღაც კულტურული პროტექციონიზმის ნარატივს აგებდა, რაღაც აი ამ პროპაგანდისტული ტერმინების, როგორც არის ეს გლობალური ომის პარტია, უცხოური ძალა, ასე შემდეგ ამ ყველაფრის წინააღმდეგ და LGBT თემი უბრალოდ აი ამ კონტექსტში აღმოჩნდა მარტივად ასოცირებადი მსგავს დაუშვათ პროპაგანდისტულ ბრჭყალებში საფრთხეებთან. და ყოველთვის ასე ხდებოდა ხოლმე ეს LGBT თემი იქცეოდა ეგრეთ წოდებულ განტევების ვაცად იმ ფართო პოლიტიკურ კონტექსტში, რომელიც მიზნად ისახავდა ერთი მხრივ, მაგალითად შეიძლება ნაკლებად აი უფრო ასეთ მწვავე სოციალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას, ან ეს მტრის ხატის აგებას, რომელიც საკუთარი უპირატესობის წარმოსაჩენად ესე ძალიან მარტივი პოლიტიკური ხერხი არის, რომ აი შენი უდანაშაულობა დაუშვათ წარმოაჩინო, ან შენი უპირატესობა წარმოაჩინო. ამ რიტორიკას ყოველთვის ჰქონდა გავლენა თემის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ვინაიდან ავტომატურად იზრდებოდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რაოდენობა. აი მაგალითად ეს მაისი საქართველოში ყოველთვის არის ჰომოფობიური სამწუხაროდ დღემდე არის ჰომოფობიური რიტორიკის თვე. ხო, ჩვენ ყოველთვის ვიცით, რომ ამ თვეში აუცილებლად იზრდება ტელეეკრანებზე LGBT თემის განსაკუთრებით ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა და განსაკუთრებით პროპაგანდისტული მედია საშუალებების მხრიდან. ამ პერიოდში ჩვენ ყოველთვის ვიცით, რომ უნდა მოველოდეთ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ზრდას, ვინაიდან როდესაც საჯარო სივრცეში და განსაკუთრებით ბოლო წლებში სამწუხაროდ პოლიტიკური ფიგურების მხრიდან ხდება ნორმალიზება ჰომოფობიური რიტორიკის, ეს ადამიანებში დაუსჯელობის განცდას ზრდის. და თუ კი დაუშვათ ადამიანი მანამდე თავს იკავებს სამართლებრივი შედეგების თუ სხვა მიზეზების გამო დანაშაულის ჩადენისგან, ეს ძალადობა იქნება, დისკრიმინაცია იქნება, რაც იქნება. ამ პერიოდებში, როდესაც მას თითქოს აი ვიღაც
ნებას აძლევს ამ ქმედების, ან ახალისებს მსგავსი ტიპის განწყობებს, უფრო თავისუფლად ჩადის ადამიანი ამ ძალადობას და ეს სულინდება ცხადია სხვადასხვა ტიპის პატერნებში. ახლა 2020 წელს შემიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებით გაზრდილი იყო ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი თავდასხმების და ფიზიკური ძალადობის მაჩვენებელი, ასევე შეინიშნება ახალი პატერნი ამ ძალადობაში, რომელიც მანამდე პირადად ჩემთვის მაგალითად შეუმჩნეველი იყო. ბოლო წელს გავიგე რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როდესაც გაცნობის აპლიკაციების მეშვეობით დაგეგმილ შეხვედრებზე მოხდა ორგანიზებული თავდასხმები. ანუ მაგალითად ადამიანმა დაუთქვა შეხვედრა მეორე ადამიანს და როდესაც ადამიანი მივიდა ამ ადგილზე, ჯგუფი, არაერთი ადამიანი, არამედ ჯგუფი, რომელსაც უკვე ორგანიზებული ჰქონდა ეს თავდასხმა, მას ფიზიკურად გაუსწორდა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. საინტერესო რამე თქვი ხა, იმიტომ რომ მსგავსი პრაქტიკის შესახებ მე საქართველოში აქამდე არ მსმენი, ეს არის პრაქტიკა, რომელიც მაგალითად უსაფრთხოების სამსახურები წლების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა, რომ იყენებდნენ ჩეჩნეთში მაგალითად და რუსეთში, აი ამ ესეთ რეგიონებში, როდესაც სპეციალურად ათარგეთებდნენ ადამიანებს და ძალიან საინტერესოა, რომ ესეთი პრაქტიკაც გადმოუტანიათ საქართველოში. ხო, იცით, ხო, ბოდიში რომ გაგაწყვეტინე, სამწუხარო იცით რა არის კიდევ რომ მე რამდენადაც ვარ ინფორმირებული მსგავსი ტიპის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების უმრავლესობის შესახებ გაცხადებული არ არის სამართალდამცავ უწყებებში. ეს არის კიდევ ერთი ტენდენცია, რომ აი ამ მზარდი უნდობლობის სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების მიმართ და ასევე იმ შიშის და მოლოდინის, რომ შეიძლება მეორეჯერ გახდე დისკრიმინაციის მსხვერპლი, ან დაუშვათ იგნორირებული იყოს წუხილი, აი ამ მიზეზების გამო ადამიანები უკვე აღარ მიიჩნევენ პოლიციას, აღარ ენდობიან პოლიციას და აღარ მიიჩნევენ მას როგორც აღარ მიიჩნევენ მას როგორც ინსტიტუტს, რომელსაც შეუძლია მათი უფლებების დაცვა. შესაბამისად, არც აქვთ იმედი, რომ შეიძლება პოლიციამ უზრუნველყოს მათი ფიზიკური უსაფრთხოება. ამიტომაც არის ზუსტად, რომ როდესაც ადამიანს აქვს მძლავრი ფიზიკური უსაფრთხოების რისკები, მე მსმენია შემთხვევების შესახებ, როდესაც თვეში რამდენჯერმე ხდება ერთი და იგივე ადამიანი ძალადობის ინციდენტების მსხვერპლი. ამ დროს იღებს ადამიანი გადაწყვეტილებას, რომ ერთადერთი გამოსავალი არის სწორედ ქვეყნის დატოვება, თან დაუყოვნებლივ, არა დაუშვათ რაღაცა შორეულ პერსპექტივაში, ბევრს ამისთვის მომზადების დრო და რესურსიც არ აქვს. აი მაგაზე მინდა ხო მე კითხა პრინციპში რაც გქონდა სათქმელი ეგეც და აი დაახლოებით მაინც რო წარმოვადგენინოთ მაყურებელს მსმენელს რა გზას გადის აი ერთ ადამიანამდე თუ დავავიწყებთ რა გზას გადის ან მე რა ზიანთან გამკლავება უწევს როცა ქვეყანა სტოვებს და თავშესაფრის მოთხოვნა უნდა სხვაგან როგორია ის გამოცდილება რომელსაც აი ერთი რიგითი ადამიანი ერთი ქვიარ ადამიანი რომელიც ქვეყნიდან მიდის გადის რა და რა ტიპის ჩართულობა მოკლედ ასევე საჭირო რა იქ ორგანიზაციულად რომ ადამიანმა შეძლოს რაღაცნაირად გამკლავება თუ დავიწყება თუ გადახარშვა იმის რა გამოცდილებებიც შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთან წასვლისას. სანამ მაგ თემაზე გადავალ მინდა რომ აი მოკლედ მარიამ რაც თქვა მაგაზე დავამატო ძალიან კარგად აი იმ გამოწვევებზე რა რის გამოც ადამიანებს უწევთ წასვლა და აქ რა პოლიტიკური მდგომარეობა არის 2 წელი არ ყოფილი ვარ და ჩამოვედი დაახლოებით 1 კვირის წინ ხო იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი უარესობისკენ აი ამ 2 წლის განმავლობაში მე აქ 5 წელიწადზე მეტი ვიყავი ქვერ აქტივისტში ძალიან ისე აქტიურად ალბათ 24/7-ზე ჩართული და მაშინ არ გამიკეთებია ის რასაც ახლა ვაკეთებ ანუ კვირაზე მეტი არის ციცაკის სპრეით და სიგნალიზაციის დავდივარ რომ იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ უბრალოდ ისე დაყო და იმედანი სიძულვილი დათესა არა მხოლოდ რაღაცა ქვიარობასთან დაკავშირებით, უბრალოდ სისტემა თუ მოგნიშნავს შენ სისტემისთვის საფრთხის შემცველ ადამიანად ან იმ ადამიანად რომელიც უბრალოდ დისკომფორტს უქმნის სისტემას ან რაღაცნაირად მის შეუფერხებელ მუშაობას რაღაც საფრთხეს უქმნის, მაშინ რომ მისთვის ხარ თარგეტი და გესხმის თავს. ნამდვილად გაიზარდა რა თქმა უნდა სტატისტიკურად ახლა ჰომოტრანსფობიული დანაშაულებებიც, თუმცა გარშემო თუ დავინახავთ
ზოგადად ვის როდის სად ურტყავენ ამ ქვეყანაში ქუჩაში აგერ დავინახეთ რომ არა მხოლოდ ქართულმა ოცნებამ მოახერხა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს გადაკიდა შიგნით აქვთ უკვე დაპირისპირება დაწყებული და ერთმანეთს ესვრიან იარაღებს რა და რაღაც ხელს ტეხავენ და ვიღაცა საავადმყოფოში მოუწია გადაყვანა ვიღაცა რეანიმაციაში ასე შემდეგ რაც მოახერხეს მართლობის არ ვიცი რომელ წელს უკვე არის სრული განუკითხაობა და ძალადობა, რომელიც არის წახალისებული. ერთადერთი რაც არის წახალისებული ამ ქვეყანაში, არის ძალადობა და ქვეყნიდან გაქცევა, იმიტომ რომ ეს არის რაც აწყობს ასევე ამ რეჟიმს, იმიტომ რომ გადავხედავ, არა მხოლოდ ჩვენი მეგობრები წავიდნენ იმ ადამიანების უდიდესი ნაწილი, ჩემი ჩათვლითაც, რომელიც ამ სისტემისთვის წინააღმდეგობას წარმოადგენდა. რამდენი ადამიანი წავიდა, რომელიც წლების განმავლობაში რუსთაველზე იდგა, რომელიც აქციებზე დადიოდა ან აორგანიზებდა რომ იმ ადამიანებზე მოგსაუბარ, რომლებსაც უბრალოდ სურდა და გსურდა, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გაგვეხადა ჩვენთვის ყველასთვის საცხოვრებლად. კითხვას რომ დავუბრუნდე, ახლა ძალიან რთული არის, იმიტომ რომ აქ ვახსენეთ, რომ არ არის ესეთი ჰომოგენური ჯგუფი queer თემი და ბევრი განსხვავებები არის განსხვავდება აქ როგორი გამოცდილება ჰქონდა იქ როგორი გამოცდილება ექნება ძალიან ბევრ რამეზე არის დამოკიდებული გენდერულ იდენტობაზე სექსუალურ ორიენტაციაზე და ასე შემდეგ ენების ცოდნაზე ახალ ქვეყანაში რო გადადიხარ რომელიმე ერთი უცხო ენა მაინც თუ იცი ეს რა თქმა უნდა ბევრად უფრო ამარტივებს ამ პროცესს და ასე შემდეგ მაგრამ აი ძალიან ისეთი კლასიკური ესეთი პროცედურა რომ მოუყვე არის ესეთი ამბავი, როდესაც ადამიანი ჩამოდის, აი მაგალითად მე ბერლინში ვცხოვრობ, იქ ვმუშაობ, როდესაც ჩამოდის, ხა უკვე აქ არის რაღაც ესეთი როგორც თავის დროზე მაგალითად ბელგია გახდა პოპულარული, იმიტომ რაღაც პირველი ჯგუფი ჩავიდა და მე ეს რაღაც ერთმანეთთან კავშირებით, მეგობრობით ინფორმაციების მიწვდა, როგორ ხდება აქ რანაირად პროცედურებზე, მე როგორც წესი ესეთი ჰაბები ჩნდება ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში და დასაწყისში ჩვენ ვისაუბრეთ კადრს მიღმა, ბელგია და ბრიუსელი და ბერლინი არის ისეთი საკმაოდ პოპულარული დანიშნულების ადგილი queer ადამიანებისთვის. სხვადასხვა მიზეზები არსებობს ამის. როდესაც ბერლინში ჩამოდის ადამიანი, ჩვენ გვაქვს ესეთი მოკლედ პირველ რიგში ჩვენ ვართ NGO, ადამიანს შეუძლია ჩვენთან მოვიდეს, უბრალოდ გაიაროს კონსულტაციები და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მთელ პროცედურებთან დაკავშირებით. და ამ შეხვედრებზე როგორც წესი, ჩვენ კვირაში ორჯერ ღია კარის დღის პრინციპით უბრალოდ ღია ვართ და ადამიანებს წინასწარ რაღაც შეხვედრის დანიშვნის გარეშე შეუძლია რომ მოვიდეს და მიიღოს ეს ინფორმაცია ძალიან ბევრ ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. რაც ხდება გერმანიაში შედგება რაღაც 16 მიწისგან და როგორც წესი, როდესაც ადამიანი განაცხადს აკეთებს, შემდეგ უკვე ხდება სისტემის მიერ გადანაწილება ამ ადამიანების თუ რომელ მიწაზე, რომელი რეგიონი დაამუშავებს ამ ადამიანის განაცხადს. რა თქმა უნდა, ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, რომ ბერლინში დარჩეს, იმიტომ რომ ბევრი შესაძლებლობაა, მათ შორის ეკონომიკურად სამუშაო განათლება და ასე შემდეგ და სხვა რაღაცა რეგიონებისგან და სხვა ქალაქებისგან განსხვავებით სიძულით მოტივირებული დანაშაულიც ბევრად უფრო დაბალია და ბევრად უფრო ისეთი დიდი queer სცენა არის და შეუძლიათ ადამიანებს ამ მხრივაც უფრო მეტად სოციალიზდნენ, ხო? ცხადია პირველი გამოწვევა დგება ხოლმე აი აქ, როდესაც ადამიანები უნდა ადამიანებს აგზავნიან სხვა რეგიონში. ამ გადაწყვეტილების შეცვლა თითქმის შეუძლებელია ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს ამცირებს ბევრად უფრო რაღაც სოციალური და არა მხოლოდ სოციალური ინტეგრაციის შანსებს, ზრდის იზოლაციის რისკებს, რაც თავის მხრივ იწვევს უკვე მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე მოდის
თუ ადამიანი ბერლინში დარჩა, იმიტომ რომ ბერლინიდან თუ მიდის, მე უკვე ჩვენ აღარ გვაქვს არანაირ რაღაც ბერკეტი, რომ მას რაიმე მხარდაჭერა შევთავაზოთ. ის ადამიანები, რომლებიც ბერლინში რჩებიან, მე პირველი ესეთ მიმღებ ცენტრს ეძახიან, სადაც ადამიანი მიდის და განაცხადს აკეთებს ოფიციალურად თავშესაფარზე. იქ არსებობს ორი სართული ერთ-ერთი რაღაც კორპუსის ერთ-ერთ ამაზე, ორი სართული, სადაც იმიტომ რომ უსაფრთხოება იყოს გარანტირებული queer თავშესაფრის მაძიებელთათვის, არსებობს მხოლოდ მათთვის ეს განყოფილება და მე ხშირად მესმის მაგალითად ისტორიები, რაღაც აი მიძახებები თუ შეატყვეს, იმიტომ რომ იქ ყველა მაინც ეზოს იზიარებენ რაღაც სასადილოს და ასე შემდეგ არის გადაკვეთის წერტილები და აი ამ გადაკვეთის მომენტებში როგორც წესი კვლავ არის ხოლმე ჰომო ტრანსფობიული რაღაც მიძახილები და აგრესიები სხვა ქართველების მიერ და აი ეს როგორც წესი პრობლემას წარმოადგენს მე უკვე მივდივართ აქედან როგორც წესი მაგრამ აი ამ პერიოდის განმავლობაში როგორც წესი ჩვენი ცენტრის თავაზობს ადამიანებს სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის და იურისტის უფასო კონსულტაციებს ბევრ ენაზე შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ სოფლიოს არის თითქმის ყველა რეგიონიდან ყავს ადამიანები, კლიენტები, თუმცა არის რა თქმა უნდა რეგიონები, საიდანაც უფრო დიდი არის რიცხვი თავშესაფრის მაძიებლებისთვის. 5-6 ენაზე ვთავაზობთ ჩვენივე რესურსებით და ის ენები მაგალითად რა ენებიც რესურსის ჩვენ არ გაგვაჩნია, როგორც წესი თავად ვაორგანიზებთ თარჯიმნებს იმისათვის, რომ სერვისები უპრობლემოდ მიეწოდოთ ადამიანებს. მაგრამ სავარაუდოდ ეს ინტეგრაციაც არ არის ისეთი მარტივი პროცესი, ალბათ უფრო ინდივიდუალურ გამოცდილებებზე ამანდაც დამოკიდებული, მაგრამ აი თუნდაც ბელგიიდანაც მსმენია, რომ აი თავშესაფარში იგივე ჰომოფობიური თავდასხმის შემთხვევები ჰქონიათ ადამიანებს, ვიღაცას მე ამ თავშესაფარში უფრო ხანგრძლივად უწევს დარჩენა, ვიღაცას უფრო მცირე ხნით, მაგრამ რაღაცნაირად ესეთი სამწუხარო გამოცდილებები არის, თუმცა ალბათ აი ისეთი პროპორციულად რო შევადაროთ, ძალიან ისეთი ბევრად მძიმეა ხოლმე ადამიანისთვის დარჩენა და ძალიან რთულ გადაწყვეტილებას მაგიტომაც იღებს პრინციპში შეგვიძლია აი რაღაცა დასასრულისკენაც წავიდეთ და ან დავინახოთ პერსპექტივა როგორ შეიძლება წასული ქვიარებისთვის ეს ქვეყანა იქცეს ისევ დაბრუნების პერსპექტივის გამჩნდა თუ მიმცემად ან როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ დინამიკა უფრო გაიზრდება თუ არა და ხო, მოკლედ პერსპექტივები როგორ შეგვიძლია დავინახოთ სამომავლოდაც მიგრაციის და ქვეყნიდან წასვლა დაბრუნების ნაწილში. მე ვფიქრობ, მე პირადად ასე ვფიქრობ, რომ queer მიგრაციის ტემპების დაჩქარება თუ შენელება პირდაპირ დამოკიდებული იქნება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის და ამასთანავე ადამიანის უფლებათა კრიზისის ტემპებთან. ეხლა მაგალითად გუშინ მკითხულობდი ერთ ანგარიშს, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, ეს ანგარიში მომზადებულია სხვადასხვა საქართველოში ოპერირებადი ორგანიზაციების მიერ, რომელიც ასახავს ბოლო თვეების განმავლობაში, აი განსაკუთრებით ნოემბერ-დეკემბრიდან მოყოლებული ადამიანის უფლებათა კრიზისს. და მათ შორის აი იმ გახმაურებულ შემთხვევებში, რომლებიც უკავშირდებოდა ყველას გვსმენია ხო, აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ასე შემდეგ, აქაც ძალიან თვალსაჩინო არის ჰომოფობიური განწყობა, რიტორიკა და სიძულვილის ენა. საპოლიციო სისტემაში მოკლედ ჰომოფობიური პროპაგანდა აწარმოეს წლების განმავლობაში და ჰომოფობიური განწყობები არის აშკარა, რასაც მოწმობს არაერთი კვლევა მათ შორის იმ ადამიანების, ვინც წამების მანქანებში მოხვდნენ და მოკლედ წამების გამოცდილება ვისაც ჰქონდა. კი, აი მაგალითად ერთ-ერთი ტენდენცია, რომელიც განმეორებადია თანამ დანაშაულებში და შეიმჩნევა, არის აი თუ კი დაუშვათ შენიშნავდნენ აი ნაკლებად მასკულინური გამოხატვის ან ასე შემდეგ ადამიანს, იმ ადამიანს აუცილებლად
დამატებით განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ და ამასთანავე აი ფაქტობრივად ანუ შემთხვევებთა უმრავლესობაში ჩანს შეურაცხყოფა ადამიანის ოღონდ ჰომოფობიური ლექსიკონით, ანუ აბსოლუტურად დამამცირებელ კონტექსტში აი რაღაცა ჰომოფობიური სიძულვილის ენის გამოყენება. კიდევ რაც მინდა ვთქვა ის არის, რომ ბელგიის გამოცდილებას მე რამდენადაც ვიცნობ და არა მარტო ბელგიის, მათ შორის მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ადრე უფრო კიდევ ბევრი ადამიანი მიდიოდა, ხო? სხვათა შორის მიუხედავად იმისა, ადამიანი თვითონ დაუშვათ ჰომოფობიურად არის განწყობილი დაუშვათ თემის მიმართ თუ არ არის ასე, არა მარტო queer თემის მხრიდან, არამედ ზოგადად ესეთი ზოგადი მიგრაციის ფაქტორების გამო წასული ადამიანები, რომლებიც ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს, ხშირად ასახელებენ სიმართლესთან შეუსაბამო მიზეზს, რაც არის აი დავუშვათ ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩაგვრა. ანუ ისინი არ არიან თემის წევრები, თუმცა ისინი ოფიციალურ მიზეზად მონიშნავენ აი ამ მიზეზს. ხშირად ბოდიში აქ პატარა კომენტარს გავაკეთებ, წლების განმავლობაში ამაზე იყო საუბარი, ჩვენ ვიცით, გიორგი გაბედავა თუ ვიღაც იყო ერთ-ერთი მოკლედ ფალოვანდიშვილების მსგავსი მოუცლელი, რომელიც ესე ანტილეგებოტო ბანერებით წლების განმავლობაში დარბოდა და დიდი ხანია უკვე აღარავის აღარ გვახსოვს, იმიტომ რომ გაიქცა ქვეყნიდან და მაშინ ძალიან აქტიურად საუბრობდნენ, რომ საფრანგეთში სწორედ მაგ მიზნით მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი და გქონია ხო ისეთ მათ შორის აი ოჯახის სიწმინდის დღეზე რომ დადიან ადამიანები აგზე იმობენ და ევროკავშირის ქვეყნებში ამ მიზნით ითხოვენ თავშესაფარს თითქოს აქ რაღაც თემის წევრობის გამო დისკრიმინაციის და ძალადობის მსხვერპლი იყვნენ. ბოდიში რომ შეგაწყვეტენ არის გაბედავას ნაწილი, მინდოდა რომ ხო, არც მახსოვდა სიმართლე რომ გითხრა ეხა გამახსენდა ვინ არის ეს ადამიანი. ხო, მეც ხშირად მსმენია და სხვათა შორის ეს პრაქტიკა, ეხა არ ვიცი მე როგორია მათი თავშესაფარში ქცევა, ნამდვილად არ ვიცნობ, ესე ინდივიდუალურ გამოცდილებებს, თუმცა ეხა თაზომ რომ ახსენა შეძახილები, დისკრიმინაცია იქაც თავშესაფარში თუნდაც საქართველოსდან წასული ადამიანების მხრიდან მე არ მიგვირს, იმიტომ რომ ყველას ბევრი სხვა მიზეზიც იქნება დაუშვათ ეგრეთ წოდებული ჩაბარების, მაგრამ ეს მიზეზი იმდენად ხშირია, რომ მათ შორის იქნებიან ჰომოფობიური განწყობის მქონე ადამიანები, რომლებიც არ არის გასაკვირი, რომ ამ დისკრიმინაციულ ქცევას გამოამჟღავნებენ და მეტიც შესაძლოა ძალადობრივი დაუშვათ ან რაღაც დროში განმგრძობადი ჩაგვრის შემთხვევებიც იყოს. ამიტომაც ნამდვილად ყველა queer ადამიანმა განსაკუთრებით დღეს, როცა უკვე ამდენი queer ადამიანი არის წასული და ყველას მოეძებნება უკვე ნაცნობი სადმე სხვა ქვეყანაში წასული, ყველამ კარგად იცის იქ რამდენად მძიმე პირობებთან მოუწევს გამკლავება. თავშესაფარში ცხოვრებაც არ არის მარტივი გამოცდილება, რამდენადაც მე ვფლობ ამ ინფორმაციას და ამასთანავე ხა იმ სოციალურ-ეკონომიკური მოწყობების ჯაჭვიდან გამომდინარე, რომელიც მე დასაწყისში აღვწერე, აი ხომ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელსაც აქ არ ქონდა საკმარისი წვდომა ხარისხიან განათლებაზე, არ ფლობს ენას, აქვს იზოლაციის გამოცდილება, შესაბამისად შესაძლოა ქონდეს დაუშვათ რაღაც სოციალური ინტეგრაციის პრობლემა, ხო, ადამიანებთან. მის ან სამუშაო გამოცდილება არ ქონდეს, ხო, ამ გამოცდილებებით ჩასული ადამიანისთვის უცხო გარემოში, სადაც დიდი კონკურენცია და დასაქმების ბაზარიც, ხო, უფრო მეტად ფართო არის, არ არის ნამდვილად მარტივი თავის დამკვიდრება. ამიტომ საქართველოსდან თუ მიდის ადამიანი, ეს ძირითადად არის იძულების შედეგი. და შესაბამისად, თუ კი მე ვიმედოვნებ, რომ ადამიანის უფლებათა კრიზისი საქართველოში რაღაც დროს აუცილებლად დაიძლევა, ყოველ შემთხვევაში კლების ტენდენციებისკენ აუცილებლად სწავლალთა მიმართულებით და შევძლებთ, რომ ისევ შეიქმნას იმგვარი უსაფრთხო სივრცე, რომელიც queer ადამიანებს შედარებით უსაფრთხო სივრცე მაინც, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი ხა რომელიმე პერიოდს ვერ მოვნიშნავ, როცა საქართველოში queer ადამიანები რაღაც ოქროს ხანაში ცხოვრობდნენ და ვარდით და ით იყო მოფენილი საქართველოში მათი ცხოვრების გზა, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ამჟღავნებდნენ ზუსტადაც იმ მედეგობას და დაუშვათ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის ჟინს და უნარს, რომელიც მათ ამ ქვეყანაში ცხოვრებას
ცხოვრების შესაძლებლობას აძლევდა. ეხლა განსაკუთრებით ტრანს თემის შემთხვევაში, მე პირადად თუ შემეკითხებით, ტრანსსპეციფიკური ჯანმრთელობის სერვისების კრიმინალიზება, ეს არის თემის ირიბი კრიმინალიზების პრაქტიკა. ადამიანს თუ არ შეუძლია ჯანდაცვის სერვისი მიიღოს, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება მისი ამ სივრცეში გაჩერება, ხო? მე მსმენია მაგალითად, რომ 2 დეკემბერს ამოქმედდა ეს კანონი. მანამდე სანამ ეს კანონი ამოქმედდებოდა, უკვე სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები უარს ეუბნებოდნენ მათ სერვისების მიწოდებაზე. ანუ ეს მსუსხავი ეფექტი და თვითცენზურის პრაქტიკები, რომელიც სამწუხაროდ ამ კანონმა წარმოშვა, უკვე ძალიან მძიმე შედეგებს ბადებს და თუ რა თქმა უნდა სიტუაცია ასე გაგრძელდება, ეს შედეგები უფრო და უფრო მეტად გაძლიერდება და დამძიმდება სამწუხაროდ. ხშირად თან ეს უნდა ითქვას, რომ ეს მხარდაჭერა, სამედიცინო მხარდაჭერა, რომელსაც ტრანს ადამიანები იღებენ, სიცოცხლისთვის აუცილებელი მხარდაჭერა, იმიტომ რომ კვლევებიც აჩვენებს, რომ არის ბმა მათ შორის სუიციდურ განწყობებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას შორის. ხო, აი შენ როგორ გესახება თვითონაც ემიგრანტი ხარ ამჟამად და როგორ გესახება აი ეს რაღაცა პერსპექტივა სამომავლო დაბრუნების თუ იქ დარჩენის პირადად თუ ძალიან ბევრი ფიქრია ამ თემაზე გულწრფელად რო ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან გულწრფელად რო ვთქვა, იყო ის რაღაც აქტივიზმის რაღაც წლები, რომელიც ძალიან აქტიურად ვიყავი აქ ჩართული, გამოწვევებით სავსე იყო და რთული იყო, მაგრამ მაინც სიამოვნებას ვიღებდი, ამით იმიტომ რომ რაღაცნაირად თუ შეგრძნება, როდესაც გაქვს რომ რაღაც ცვლილების უკეთესისკენ რაღაც ცვლილების ნაწილი ხარ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის პირადად რა. წავედი აქედან, იმიტომ რომ უბრალოდ საკუთარი თავი გადამერჩინა და ფსიქიკურ ჯანმრთელობისთვის მიმექცია ყურადღება და თვითგანვითარებისთვისაც და არა მხოლოდ რაღაცა გადარჩენის რაღაც მასზე არ ყოფილიყავი რა რეჟიმში. და შორიდან რომ უყურებ ახლა რაც ხდება ამ ჩვენ პოლიტიკურ ველზე, როგორ ვითარდება მოვლენები, ერთადერთი ადამიანები დაბრუნდებიან და დაბრუნდებით მეც მინდა დაბრუნება, მაგრამ მე არ მგონია რომ ეს უახლოეს რამდენიმე წელში შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. მაგაში ვარ დარწმუნებული, ის რომ ქოცების რეჟიმი ჩამოინგრევა, მაგაშიც ვარ დარწმუნებული, აგერ ერთმანეთს ესვრიან კიდევ ერთხელ და ნახეთ ახლა 5 წლის წინ და 3 წლის წინ ვინც იყო მათ რიგებში საერთოდ სხვა ადამიანები ყავთ, უკვე ძალიან ისეთი ადამიანები, რომლებიც აი ხო, რამდენიმე წელში ესეც არ იქნება, ჩამოეშლებათ მთლიანად, მაგრამ ეს არ მგონია მხოლოდ საკმარისი ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ თუნდაც ხოცებიც რამდენი ხანი არიან, მე ვთვლი რომ დიდწილად დამსახურება არის ჩვენი უნიათო ოპოზიციის, რომელსაც ხედვა არ აქვს, ანუ სხვა ყველაფერს და გეგმებს და რაღაცებს ხედვა არ აქვს, როგორი საქართველო უნდათ ააშენონ. გარდა იმ იმის რომ რაღაცა რუსეთში გადასროლილი საქართველო თუ ევროკავშირის წევრი საქართველო, ანუ ამ დიქოტომიაში ვარდებით, მაგრამ ხედვა როგორც ესეთი, როგორი ევროკავშირში არის 27 ქვეყანა და თითოეული მათგანი განსხვავდება სოციალურ-ეკონომიკურად და ასე შემდეგ ერთმანეთისგან. შენ როგორი ქვეყანა გინდა რომ ააშენო ევროკავშირში, რომ შეიყვან ამ ქვეყანას გერმანიის მსგავსი თუ უნგრეთის მსგავსი, მითხრა ან არ ვიცი კიდე სლოვაკეთი წავიდეთ, ან თუ მაგალითად შვედეთის მსგავსი. გინდა რომ შვედეთს როგორი კეთილდღეობის სისტემაც აქვს, ისეთი სოციალური კეთილდღეობის სისტემა გქონდეს თუ საერთოდ ხვდები, ანუ არავინ არ მიდის ამებში და მუშაობაც ეზარებათ. უბრალოდ აქ არის ჩემთვის, მე ესე ვუყურებ, რომ კონკრეტულ ძალებს ახლა არ დავასახელებ, მაგრამ ოპოზიცია ერთ მხარეს, მთავრობა მეორე მხარეს, ეს პოლიტიკოსები არიან ორი ან უფრო მეტი სხვადასხვა უფრო დიდი ძალების აგენტები, რომლებიც იბრძვიან ძალაუფლებისთვის და რეალურად ხალხისთვის არავის რეალური ცვლილების გაკეთება არ უნდა. თუ მეტყვი რა თქმა უნდა, ანუ ის ოპოზიცია ბევრად მაინც უკეთეს იზავდა
ვიდრე ქართული ოცნება, იმიტომ რომ მართლა რუსეთის უკანა ეზო-აქციას ქვეყანა, თუმცა ჩემთვის პირადად და ძალიან ბევრი ადამიანისთვისაც ეს ოპოზიცია არ არის ალტერნატივა. და ალტერნატივა იქნება ალბათ მაშინ, როდესაც ისეთი ადამიანები მოვლენ ხელისუფლებაში და ისეთი ადამიანები დაიწყებენ პოლიტიკის კეთებას, რომლებიც აი მართლა სასაცილო არის 3.5 მილიონი ადამიანი ვართ ამ ქვეყანაში, სავარაუდოდ აღარც კი, იმიტომ რომ რამდენი ადამიანი წავიდა ხო და რამდენი არც არის აღრიცხული, რომ აღარ ცხოვრობს. აი რაღაც 3.5 მილიონ ადამიანს ვერ გვიცხოვრია რაღაც ამ მიწის ერთ ტერიტორიაზე რა. ანუ რატო არის რთული იმისი გაგება, ან რატომ არის პოლიტიკოსებისთვისაც იმის გაგება, რომ ერთმანეთს კი არ უნდა გადავკიდოთ ერთმანეთი და სულ მუდმივად, ანუ გავიგეთ, რომ მხოლოდ ერთი რაღაცა ჯგუფის დომინირებით ანუ რაღაცნაირად ჩვენც ქვიარებმა უნდა მივიღოთ რაღაცნაირად, რომ ის ფაშისტები და ნაცისტები ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და რაღაცნაირად ისეთი ჩარჩო უნდა მოვიფიქროთ, სადაც ანუ გვინდა არ გვინდა ესე არის და რაღაცნაირად ისეთი ჩარჩო უნდა მოვიფიქროთ, რაშიც ყველანი ერთად შევძლებთ, რომ ვიცხოვროთ რა. მაგრამ სისტემა არ არის. ხო, სისტემა, აი მაგას ვამბობ, რომ უნდა გამოჩნდეს ისეთი ძალა, რომელიც ამ სისტემას შექმნის, რომელიც შესაძლებლობას გახდის, რომ სხვადასხვა რაღაც მათ შორის რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებმა ერთ სივრცეში შევძლოთ თანაარსებობა, იმიტომ რომ ამ ცხოვრებაში არავის არ აქვს კიდევ იმისი უფლება არავის არც ერთ ადამიანს არ მისცა არავინ იმის უფლება მე მითხრას მაქვს თუ არა არსებობის უფლება ან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უფლება არავინ არ მისცა იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ხო აი გუნდა გადავწყვეტოთ და მათ შორის პოლიტიკოსებმაც რა უფრო ფართოდ უნდა დავიწყოთ იმაზე საუბარი საზოგადოებრივადაც ალბათ როგორ ქვეყანაში გვინდა რომ ვიცხოვროთ და რა არის ამ ქვეყანაში უფლებების ქონის წინაპირობა არის ეს ჰეტეროსექსუალობა თუ არის ეს ადამიანობა და საქართველოს მოქალაქეობა უბრალოდ დამთავრდა. ხო, ეგ დაკვეთა უნდა ვაწარმოოთ უფრო აქტიურად მაშინ როცა მეორე ნაპირზე გავალთ და დიდი იმედი მაქვს რომ ეგ მოხდება. მალე პრინციპში სულ ეს იყო დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დიდი მადლობა 64 სივრცის ასწმობისთვის და ტექნიკური მხარდაჭერისთვის. პოდკასტის ეპიზოდები ყოველ სამშაბათს 7 საათზე იდება. მადლობა რომ გვისმენდით.